Gashukhe simartle 44 წლის აფხაზეთიდან დევნილმა ზამირ კვეკესპირმა, რომელიც ოჯახთან ერთად 13 წლის განმავლობაში ყოფილი გამგეობის შენობაში 18 კვადრატულ მეტრიან ოთახში ცხოვრობდა და წლების განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა სახელმწიფოსგან დინის მიღებას 2025 წლის 27 იანვარს დევნილთა სააგენტოს შენობის წინ პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა. საზოგადოებრივი მაუწყებელი არ უთმობს ეთერს დევნილების პრობლემებს. საზოგადოებრივი მაუწყებელი არ იწვევს ეთერში დევნილებს და არ გვიჩვენებს მათ რეალობას. ეთერი დევნილებს! ეთერი დევნილებს! ეთერი დევნილებს! ეთერი დევნილებს! თქვენ თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელი ხართ, არ გეცოდინებათ, რომ ჩვენს ქვეყანაში დევნილები უკვე 32 წელზე მეტია საცხოვრებელს ელოდებიან. საზოგადოებრივი მაუწყებელი არ აშუქებს დევნილების პრობლემებს. ჩვენ მიერ დაფინანსებული არხი არ აშუქებს ხალხის პრობლემებს. ეთერი დევნილებს! ეთერი დევნილებს! გაშუქე სიმართლე! სიმართლე! გაშუქე სიმართლე! სიმართლე! საქართველოში კატასტროფულად იზრდება ფასები და პარლამენტართა ხელფასები. 2025 წლიდან პარლამენტართა ხელფასი 7000 ლარით გაიზარდა. იგივე საქართველოში პენსია იზრდება მხოლოდ 35 ლარით. საზოგადოებრივი მაუწყებელი არ აშუქებს პენსიონერების პრობლემებს. პირველი არხი არ გვესაუბრება მათ პრობლემებზე გაძვირებული მედიკამენტებისა და საშინელი ჯანდაცვის პირობებში. საზოგადოებრივი მაუწყებელი არ საუბრობს საზოგადოების პრობლემებზე, რადგან ის ფოკუსირებულია მხოლოდ სამთავრობო პროპაგანდაზე. გაშუქე სიმართლე! სიმართლე! გაშუქე სიმართლე! სიმართლე! საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებელი არ იწვევს ეთერში დევნილებს და არ გვიჩვენებს მათ რეალობას. ეთერი დევნილებს! ეთერი დევნილებს! ეთერი დევნილებს! ეთერი დევნილებს! თქვენ თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელი ხართ, არ გეცოდინებათ, რომ ჩვენს ქვეყანაში დევნილები უკვე 32 წელზე მეტია საცხოვრებელს ელოდებიან. საზოგადოებრივი მაუწყებელი არ აშუქებს დევნილების პრობლემებს. ჩვენ მიერ დაფინანსებული არხი არ აშუქებს ხალხის პრობლემებს. ეთერი დევნილებს! ეთერი დევნილებს! გაშუქე სიმართლე! სიმართლე! გაშუქე სიმართლე! სიმართლე! საქართველოში კატასტროფულად იზრდება ფასები და პარლამენტართა ხელფასები. 2025 წლიდან პარლამენტართა ხელფასი 7000 ლარით გაიზარდა. იგივე საქართველოში პენსია იზრდება მხოლოდ 35 ლარით. საზოგადოებრივი მაუწყებელი არ აშუქებს პენსიონერების პრობლემებს. პირველი არხი არ გვესაუბრება მათ პრობლემებზე გაძვირებული მედიკამენტებისა და საშინელი ჯანდაცვის პირობებში. საზოგადოებრივი მაუწყებელი არ საუბრობს საზოგადოების პრობლემებზე, რადგან ის ფოკუსირებულია მხოლოდ სამთავრობო პროპაგანდაზე. გაშუქე სიმართლე! სიმართლე! გაშუქე სიმართლე! სიმართლე! საქართველოში მოგიყვანეთ კიდევ ერთი სინდისის პატიმრის შესახებ. თემურ ზაფხაშვილი 38 წლისაა. ის თბილისში მამასთან ერთად ცხოვრობს და ერთ-ერთ სასტუმროში ტექნიკური პერსონალია. 2024 წლის დეკემბერში ის ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, 48 საათის ამოწურვის შემდეგ კი მოლოტოვის კოქტეილის სროლის ბრალდებით. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. არ არსებობს არც ერთი ვიდეო მტკიცებულება, სადაც თემურ ზაფხაშვილი ჩანს.
დაზიანება ჰქონდა როგორც ტანზე, ასევე სახეზე. ადვოკატი იხსენებს, რომ როდესაც მან პირველად თემურ ზასოხაშვილი ნახა, ის ფეხშეც კი ვერ იდგა და ორ პოლიციელს ეკავა. თემურ ზასოხაშვილის საქმე მთლიანად შეტანილია. თავისუფლება თემურ ზასოხაშვილს! თავისუფლება! თავისუფლება რეჟიმის ხელ! თავისუფლება! სოლიდარობა რეჟიმის ხელ! სოლიდარობა! გამარჯვება რეჟიმის ხელ! გამარჯვება! გამარჯვება რეჟიმის ხელ! გამარჯვება! აინც ედავება გარჩევებთან ერთად ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას. ის აფალიევი რუსთაველზე შემთხვევით მოხვდა. ის ამბობს, რომ აქციაში არ იღებდა მონაწილეობას და რომ წყლის ჭავლის შესწვის შემდეგ გადრასდა და დარჩა აქციაზე. ვიდეო კადრებში, რომელსაც რეჟიმის სასამართლო ისაც ედავება, ჩანს ერთი ადამიანი სამხუდიანი კაცი, რომელიც ტბებს ისვრის. ამ ვიდეოში არსად არ ჩანს ისაბ ალიევი. არ არის იდენტიფიცირებადი მისი სახე. ისაბ ალიევის წინააღმდეგ რეჟიმის სასამართლოს არ ხავს არც ერთი ობიექტური მოწმე. ისაბ ალიევის საქმე მთლიანად შეკერილია. თავისუფლება ისაბ ალიევს! თავისუფლება! თავისუფლება რეჟიმის ტყვედ! თავისუფლება! დავით ლომიძე 52 წლის ინჟინერ-მშენებელია. 2024 წლის დეკემბერში დააკავეს, პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან და მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დავითის ადვოკატი ამბობს, რომ მის გათავისუფლებას აპირებდნენ, თუ ის პოლიციასთან ითანამშრომლებდა და იტყოდა, რომ ნივთები პოლიტიკური ლიდერების დაკვეთით ისროლა და რომ მან ამ ქმედებაში თანხა აიღო. დავითის წინააღმდეგ საქმეში მტკიცებულებად 2 ვიდეო ჩანაწერი და 1 პოლიციელის პატა კიდევს. არც ერთ ვიდეოში არ ჩანს დავით ლომიძე. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება მის წინააღმდეგ. არ არსებობს არც ერთი ობიექტური მოწმე. დავით ლომიძე დაკავების დროს სასტიკად სცემეს. ის სადამშაო მარშრუტკაში ფიზიკურად გაუსწორდნენ, ხელები შეუკრეს და ციცაკის სპრეი შეასხეს, რის შემდეგაც კარი მიუხურეს. დავით ლომიძე სასტიკად აწამეს და მას რეჟიმის სასამართლო აქეთ ედავება 4-დან 7 წლამდე პატიმრობას. თავისუფლება დავით ლომიძეს! თავისუფლება! თავისუფლება რეჟიმის ტყვედ! თავისუფლება! საზოგადოებრივი მაუწყებელი არ უთმობს ეთერს რეჟიმის ტყვეების მშობლებს. საზოგადოებრივი მაუწყებელი არ აშუქებს სამარცხვინო სასამართლო პროცესებს, რადგან ის ფოკუსირებულია მხოლოდ სამთავრობო პროპაგანდით. სწორედ აქედან გამომდინარე 6 თვეზე მეტია ხალხი უწყვეტად ყოველდღიურად მოვითხოვთ ჩვენ მიერ დაფინანსებული არხისგან, რომ მან ისაუბრო საზოგადოების პრობლემებზე, რომ პირველმა არხმა გააშუქო სიმართლე. გააშუქე სიმართლე! სიმართლე! გააშუქე სიმართლე! სიმართლე! სიმართლისთვის ბოლომდე! ბოლომდე! სიმართლისთვის ბოლომდე! ბოლომდე! თემურ ზასოხაშვილი 38 წლისაა. ის თბილისში ცხოვრობს. თემური 2024 წლის დეკემბერში ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, 48 საათის გასვლის შემდეგ კი მოლოტოვის კოქტეილის სროლის ბრალდებით. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. თემურ ზასოხაშვილის წინააღმდეგ სასამართლოს აქვს რამდენიმე ვიდეო კადრი, სადაც არანაირად არ ჩანს თემურ ზასოხაშვილი და არ არის ის იდენტიფიცირებადი. თემური დაკავების დროს სასტიკად სცემეს, მას დაზიანება ჰქონდა როგორც ტანზე, ასევე სახეზე. ადვოკატი იხსენებს, რომ როდესაც მან პირველად თემურ ზასოხაშვილი ნახა, ის ფეხზეც კი ვერ იდგა და ორ
პოლიციას ეჩირა. ადამიანის წამების შემდეგ რეჟიმის სასამართლო მას ედავება ძალადობას და თემურს დასოხაშვილს ემუქრება 4-დან 7 წლამდე პატიმრობა. თავისუფლება თემურს დასოხაშვილს! თავისუფლება! თავისუფლება რეჟიმის ტყვეს! თავისუფლება! სოლიდარობა რეჟიმის ტყვეს! სოლიდარობა! თავისუფლება ნინო დათაშვილს! თავისუფლება! თავისუფლება ალექსანდრე სამხარაძეს! თავისუფლება! თავისუფლება ნიკა გვარამიას! თავისუფლება! თავისუფლება ნიკა მელიას! თავისუფლება! თავისუფლება საბა ბაღდავაძეს! თავისუფლება! თავისუფლება ზურაბ ჩაფარიძეს! თავისუფლება! თავისუფლება ირაკლი ოქრუაშვილს! თავისუფლება! თავისუფლება ირაკლი ბათიაშვილს! თავისუფლება! თავისუფლება მერაბ სარალიძეს! თავისუფლება! თავისუფლება გიორგი ნეფარიძეს! თავისუფლება! თავისუფლება აჩიკო ჯუნგურიძეს! თავისუფლება! თავისუფლება თენგო გველესიანს! თავისუფლება! თავისუფლება დენის გულანინის! თავისუფლება! თავისუფლება გიორგი ჩიკმაიძეს! თავისუფლება! თავისუფლება თემურ კაკამაძეს! თავისუფლება! გამარჯვება თემურ კაკამაძეს! გამარჯვება! დაბრუნება თემურ კაკამაძეს! დაბრუნება! თავისუფლება მზია ამაღლობელს! თავისუფლება! თავისუფლება ანასტასია ზინოკინას! თავისუფლება! თავისუფლება არტემ გრიგულს! თავისუფლება! თავისუფლება ანრი კაკაბაძეს! თავისუფლება! თავისუფლება ჩანო არჩაიას! თავისუფლება! თავისუფლება გიორგი ახობაძეს! თავისუფლება! თავისუფლება ნიკოლოს კაციას! თავისუფლება! თავისუფლება დედო აბრამოვს! თავისუფლება! თავისუფლება ლუკა ჯაბუას! თავისუფლება! თავისუფლება გიორგი ტერიშვილს! თავისუფლება! თავისუფლება რეზო კიკნაძეს! თავისუფლება! თავისუფლება ირაკლი ქერაშვილს! თავისუფლება! თავისუფლება სერგეი კუხარჩუკს! თავისუფლება! თავისუფლება საბა ხვიდარიძეს! თავისუფლება! თავისუფლება ნიკოლო ჟავახიშვილს! თავისუფლება! თავისუფლება ონისე ცხადაძეს! თავისუფლება! თავისუფლება რუსლან სივაკოვს! თავისუფლება! თავისუფლება ანრი კვარაცხელიას! თავისუფლება! თავისუფლება გურა მირცხულავას! თავისუფლება! თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს! თავისუფლება! თავისუფლება ლაშა ჩხაიძეს! თავისუფლება! თავისუფლება ზვია ცეცხლაძეს! თავისუფლება! თავისუფლება საბა ჭიქიას! თავისუფლება! თავისუფლება ირაკლი მიმინოშვილს! თავისუფლება! თავისუფლება ისაბ ალიევს! თავისუფლება! თავისუფლება თორნიკე გოშაძეს! თავისუფლება! თავისუფლება გიორგი გორგაძეს! თავისუფლება! თავისუფლება ვეფხია კასრაძეს! თავისუფლება! თავისუფლება ვასილ კაჭელაშვილს! თავისუფლება! თავისუფლება გურამ ხუტაშვილს! თავისუფლება! თავისუფლება დანიელ მომლაძეს! თავისუფლება! თავისუფლება ანტონ ჩაჩინს! თავისუფლება! თავისუფლება დავით ხომერიკს! თავისუფლება! თავისუფლება დავით ლომიძეს! თავისუფლება! თავისუფლება გიორგი მინდაძეს! თავისუფლება! თავისუფლება არჩილ მუსელიას! თავისუფლება! თავისუფლება თემურ ზასოხაშვილს! თავისუფლება! თავისუფლება ვალერი თეთრაშვილს! თავისუფლება! თავისუფლება ანატოლი გიგაუს! თავისუფლება! თავისუფლება მათე დალიძეს! თავისუფლება! თავისუფლება ომარ ოკრიბელაშვილს! თავისუფლება! თავისუფლება საბა მეფარიშვილს! თავისუფლება! თავისუფლება გიორგი ოკმელაშვილს! თავისუფლება! თავისუფლება მარია მიაშვილს! თავისუფლება! თავისუფლება უჩა აბაშიძეს! თავისუფლება! თავისუფლება ირაკლი მეღვინე თუხუცეს! თავისუფლება! თავისუფლება
გიორგი კუჩოვაშვილს, თავისუფლება, თავისუფლება დავით კოლდარს, თავისუფლება, თავისუფლება ფრიდონ ბუბუდეიშვილს, თავისუფლება, თავისუფლება რეჟიმის ტყვეს, თავისუფლება, თავისუფლება რეჟიმის ტყვეს, თავისუფლება, გამარჯვება რეჟიმის ტყვეს, გამარჯვება, გამარჯვება რეჟიმის ტყვეს. გამარჯვება. მადლობა. salvებით ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც უცხოეთ პროტესტს აგრძელებს. კვირადღე არ გადაგლით, სულ მოკლედ ვიტყვი რამდენიმე ინფორმაციას დასაწყისში. სამწუხარო ინფორმაციით უნდა დავიწყოთ. უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე დღეს გარდაიცვალა სავარაუდოდ გულის შეტევით, თუმცა ადამიანს ისევე როგორც ყველა მებრძოლს ძალიან დიდი ღვაწლი აქვს ქვეყნის წინაშე. ამიტომ თუ შეიძლება რომ პატივი მივაგოთ წუთიერი დუმილით. დიდი მადლობა. დიდება გმირე. მეორე ამბავი, რაც ძალიან ისე სასიამოვნო და კარგი ამბავი არის, როგორც ვიცით, დღეს რეჟიმის ერთ-ერთი ტყვე საბა ბახტავაძე ტოვებს იზოლატორს, გამოდის და შემოგვიერთდება ჩვენ. ამიტომ მადლობა საბას თავისი ბრძოლისთვის და ველოდებით ხადია აქ ხვალიდან. ერთი ამბავი კიდევ ხვალიდან, როგორც იცით, განახლდება სასამართლო პროცესები. გიორგი მინდაძის და ზურა ჯაფარიძის პროცესები არის. სამწუხაროდ დროებს ვერ ვიხსენებ, რამდენადაც ვიცი, ზურა ჯაფარიძის სასამართლო პროცესი იქნება 11-ის ნახევარზე, თუმცა დარბაზი იქნება ცარიელი, თვითონ ზურაც არ მიიღებს ამ პროცესზე მონაწილეობას, ხოლო გიორგი მინდაძის სასამართლო პროცესი, თუ არ ვწდები, პირველ საათზე არის, დიახ, პირველ საათზეა. ხო, სულ ეს არის, რის თქმა გვინდოდა ერთი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, როგორც იცით, თვეებია ითხოვენ რეჟიმის ტყვეების ოჯახის წევრები საზოგადოებრივი მაუწყებლისგან ეთერის დათმობას. ამასთან დაკავშირებით 27 ივნის პარასკევს 4 საათზე სამუშაო დროს მათთან ერთად ჩვენ ვმართავთ შედარებით ხალხმრავალ აქციას საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობასთან და დიდი იმედი მაქვს, რომ აქედან ბევრი თქვენგანით შეძლებთ და მიიღებთ მონაწილეობას. შეგახსენებთ ჩვენი ასეთი სოლიდარობით, ჩვენი ასეთი ერთად დგომით, შევძელით მაგალითად სტუდენტებისთვის ისეთი ეთერის მოპოვებას, რასაც არავინ ასე ვთქვათ იწინასწარ მეტყველებდა. ერთ-ერთი რაც ჩვენ ვერ მოვახერხეთ, ეს არის რომ რეჟიმის ტყვეების ოჯახის წევრებისთვის ეს ეთერი დაეთმოთ, ამიტომ გელოდებით ყველას 27 ივნის 4 საათზე. დიდი მადლობა, ვიკრიბებით ხვალ აქ და ვიკრიბებით საზოგადოებრივ მაუწყებელთან.